გამარჯობა მეგობრებო, ცხვირიდან სიცხლი მოდის. ბავშვებშიც და დიდებშიც. დიდი ადამიანს აქვს სხვა მიზეზი, როცა ცხვირიდან მოდის სიცხლი, პატარა ბავშვებში უფრო მეტი შემთხვევებია, როცა ცხვირიდან მოდის სიცხლი. სიცხლი რომ უყურებთ, ახლა შობელიც პანიკაში ვარდება, აიმე სიცხლი და ხანდახან ძევით აწევს იმ ცხვირს. მაგისი მიზეზი უნდა გაიგო ჯერ ბავშვებში რა არის, დიდებში რა არის. თუ თქვენს გინახი ეგეთი შემთხვევები, მაშინ ბოლომდე უყურე ვიდეო, ჯერ გაიგე რატოა და მერე გააზიარეთ ყველა მეგობრებში, რომ ეგეთი შემთხვევა რო იყო, როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა გააკეთო, პანიკაში არ უნდა ვარდე, ეს საშიში პრობლემა არ არის. ეს არის რაღაცა სიმპტომები, რომელიც კურნალობა ძალიან ადვილია. მოდი პირველ რიგში დიდი ადამიანებში რატოა ეს პრობლემა. პირველი შემთხვევა ადამიანი სვავს სიცხლის გამათხელებელი წამლები. აქვს ქოლესტერინი მომატებული ან გულის დაავადებები. რომელიც შიშით ექიმებმა დაუნიშნა იმ ადამიანს სიცხლის გამათხელებელი წამლები ან ზოგი ადამიანი სვავს ექიმის კონსულტაციის გარეშიც. Პროსტა არის რამოდენიმე წამალი პოპულარული, რომ სიცხლი იქნება თხელი, არადროს ინსულტი ან გულის შეტევა არ მექნება, მოდი ყოველდღე ერთი დავლიოთ და გაფართოებული იქნება ძარღვები, მაგის შიშით სვამს ერთი სახელი არ მინდა სვამს და დაცულია. იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცხვირიდან მოვიდე სიცხლი. შემთხვევა მეორე K1 ვიტამინის ნაკლებობა, რომელი ვიტამინი წვეთს სისხლის density, ანუ სისხლი რა სისქე უნდა იყოს, რომ რამე დაჭრილობის გამო დაცული რო იყო ადამიანი. ან მეორე შემთხვევა არის იმ ადამიანს არა აქვს ნაგველა. იყო ნაგველაში ხვები, მერე მოჭრა ნაგველა და K ვიტამინის ნაკლებობა აუცილებლად იქნება, იმიტომ K ვიტამინი არის fat soluble, ანუ ცხიმში გადამუშავდება, ნაგველა არა გაქვს, ნაწამი ცხიმი ვერ გადამუშავდება. იმიტომ ნაგველა არა გაქვს. იმ შემთხვევაშიც K1 ვიტამინის დეფიციტი იქნება და შეიძლება ცხვირიდან მოვიდე სიცხლი. მესამე შემთხვევა დიდი ადამიანში შეხვდა ვირუსისგან სინუსიტი, ანუ გაიჭედა ეს ადგილები, inflammation, ანუ ანთება არის და ეგეთი სიტუაციაში ადამიანი ცდილობს, რომ აიმე ცხვირიდან ვერ სუნთქავ, მერე სპრეები იყენებენ ის სპრეები, გაიჭედება კარგად და მერე ორივე ერთად რო წმინდავს. მერე ეს ანთება მიდის ყურებისკენ. ყურებისთვისაც პრობლემაა ეს და არადროს ესე ძალით არ უნდა გაწმინდო ცხვირი. ჯერ ერთი ნოსტრილი უნდა გაწმინდო, მერე მეორე ნოსტრილი უნდა გაწმინდო. იმ შემთხვევაში ძალიან თხელია შიგნით ეს ფენა მეგობრებო. დაზიანდება და მერე შეიძლება სიცხლი მოვიდე. უფრო მეტი ჩანსია ამ შემთხვევაში, როცა ადამიანს აქვს დიდი წნევა, ანუ წნევა წავიდა მაგალი და ერთ-ერთი სიმპტომია, რომ ცხვირიდან მოვა სიცხლი. აუცილებლად იმ დროს გასინჯე წნევა, მაგალი ხო არა გაქვს. ეხლა ბავშვებში რატო მოდის ესა? უფრო მეტი ჩანსია ბავშვობაში. მე პატარა რო ვიყავი, ჩემი ძმას ჰქონდა ეს პრობლემა. უცბად ხელი დადეთ, სიცხლი მოდის. იმ დროს არის ეგეთი ბავშვებში არის მეგობრებო შიგნით სიმშრალე. მშრალი არის ნოსტრილები, ნოსტრილს ცხვირის შიგნით და იმას ის ფიქრობს, რომ რაღაცა გაწედილია და მერე წარამარა თითით ცდილობს ეფხანება იმ ადგილის, ან ვითომ რაღაცა გაჭედილია ამოიღოთ. მაგ დროს შიგნით არაფერი არ არის, სიმშრალეა იმ დონეზე, პატარა ხელი და დაიწყება სიცხლის მოსულა. ხელი დადებაც არ უნდა. შეიძლება ძის ადამიანი და უცბად სიცხლი მოვიდა. ბავშვის შემთხვევაში. აიურვედაში ამ პრობლემას ამბობენ, რომ ადამიანის სხეულში მოიმატა ტემპერატურა, ანუ
ძაფულებში უფრო მეტი ჩანსია სისხლი მოსულა ვიდრე ზამთარს. ეხლა აიურვედაში ყოველთვის რას ვაძლევს ამ პრობლემისთვის? მაწონი რო დევს ღამე მაწონით კეთდება მეგობრებო კარახი. ხო გახსოვს აი ეს პროცედურა. ბილონა ქვია ამ პროცედურას. ეს ღამე დადებული მაწონს დილით უძმოზე ეს პროცედურა უნდა გააკეთო, მაგრამ კარახი კი არ უნდა მოვიდე. უნდა გააკეთო, უნდა დააბლენდერო და ეს უნდა დაალევინო იმ ადამიანს, ვისაც აქვს ეს პრობლემა. კიდე გაიმეორებს. მაწონი ღამე დადებული, მაწონი დილით ცოტათი დააბლენდერე, ცოტა სითხე გახდება ეს. ცოტა წყალი დაამატე, ცივი წყალი დაამატე, რაღაცა ქაფისავით ზევით ამოავითომ კარახია. ეს კარახიანად უნდა დალიო. ეს ოღონ კარახი არ არის. შეიძლება იქ შაქარი დაამატო ბავშვთვის, ან თაფლი დაამატო. ტემპერატურა, სხეულის ტემპერატურა წავა ბუნებრივად ქვევით და ეს პრობლემა მოგვარდება. მეორე, შიმშრალე რო არ ქონდე. სეზამის ზეთი თუ იპოვი, ზროქის ერბო სოფლის თუ იპოვი, ან ნუშის ზეთი. პატარა თითით დაასველე და ციგნით მასაჟი გააკეთე. დღეში ორჯერ გააკეთე, რომ შიგნით შიმშრალე არ ქონდე იმ ბავშვს. ეს პრობლემა მოგვარდება. დიდი ადამიანის თუ მოდის, ჯერ გასინჯე თქვენი წნევის პრობლემა თუ არ არის, იგივე პროცედურა გააკეთე, არ ქონდე შიმშრალე, შიგნით გააკეთე, ან ვაზელინი შეიძლება, ვაზელინი. ხო არის ვაზელინი მეგობრებო? ვაზელინი ან ნებისმიერი სხვა ზეთი, ნუშის ზეთი, სეზამის ზეთით 2 წვეთი შეგიძლია შიგნით და ეს ადგილი ქონდე სულ ნესტიანი უნდა იყო. ეხლა რა უნდა გააკეთო? უცბად თუ მოვიდა იმ ადამიანს სიცხლი. პანიკაში ჯერ ერთი პანიკაში არ უნდა შევარდე. ორივე ხელით ეს ადგილი უნდა გაიჭედო. აი ესე. და პირიდან უნდა დაიწყოთ სუნთქვა. დაახლოებით 2 წუთი ესე და პირი გააგე და დაიწყეთ პირით სუნთქვა. მეორე რა უნდა გააკეთო? ყინული. დაჭყლიდე ყინულები, ჩადე რამე სელოფანში და დადე ამ ადგილებში. 90% ჩანსია ეს სიცხლი მაშინვე 2 წუთში გაჩერდება. ეს ადგილი უნდა იყოს ყოველთვის სინესტიანი, მშრალი ადგილიდან ჩანსია რომ შეიძლება სიცხლი მოვიდე. კურნალობა გითხარი, მაწონის კურნალობა და ზეთი ყოველთვის. საშიში ეს ძალიან ცოტა ჩანსია, 2% ჩანსია რომ ის ქონდე რომ ისეთი ცუდი დავადება, რისგანაც შეიძლება სიცხლის დავადება, სადაც მოვიდა ცხვირიდან სიცხლი. იმედია მოგეწონა ინფორმაცია. გააზიარეთ მეგობრებში, ეს პრობლემა მოსაგვარებელია და მალე მოგვარდება. ყოველთვის კვებაში ქონდე ბოსტნეული მეტი ბოსტნეულში C ვიტამინი უფრო მეტია. C ვიტამინი გაგაკმაყოფილებთ, რო არ იყო მშრალი კანი, ელასტიური იქნება. ელასტიური კუნთი, კანი, აქაც იგივე კუნთი და კანია. მეგობრებო, სულიკავი კარგად და ძამთ.